საღამო მშვიდობისა, ეთერშია პროგრამა ინფორმატორის 10 საათიანი გამოშვება შოუ-ბიზნესის ცხელ-ცხელი სიახლეებით. მოსწავლე ახალგაზრდობის კულტურის სასახლეში თამაზ კვაჭანტირაძის წიგნების პრეზენტაცია მოეწყო. ესეთი მერე გერი ხასტატარი და გამოაქვთ. აიცით პლატონი ამბობდა დიდი ფილოსოფოსი რომ ენის დამახინჯება არა მარტო გრამატიკას ამახინჯებს, არამედ ამძიმებს სულსაც და აი თამაზ კვაჭანტირაძის გადაცემები, წიგნები, მასთან საუბარი, მასთან ურთიერთობა ამსუბუქებს და ალამაზებს ადამიანის სულს. თამაზ კვაჭანტირაძეს ქართული საზოგადოებრივება იცნობს როგორც ზეპირი სიტყვის დიდოსტაც. აი ამ სამი წიგნით კი ალბათ გაიცნობს როგორც ბეჭდვითი სიტყვის ოსტატს. მართალია სანეკროლოგო ქების სიტყვები იყო, მაგრამ ჯერ სიკვდილს არ ვაპირებ და ამიტომ რაღაც სათქმელის დამრჩა და სათქმელი კიდევ მექნება. სათქმელი როცა აღარ მექნება, ფიზიკურად ვიარსებებ თუ არ ვიარსებებ, ეს კიდე სხვა საკითხია. ალბათ როგორც სიტყვის მსახური გარდავიცვლებ და ჯერჯერობით სიცოცხლეს ვაპირებ. ჯგუფმა მწვანე ოთახი აჭარა Music Hall-ში თავისი ახალი ალბომიდან Shutdown უკვე წარმოადგინა რამდენიმე სიმღერა. ეს ალბომი ხმის ჩამწერ სტუდია ქართულ ჩანაწერებში ჩაიწერა. როგორც ჯგუფის პროდიუსერი გიორგი ასანიშვილი ამბობს, კასეტა გაყიდვაში ერთ კვირაში გამოვა. უფრო დაწვრილებით ინფორმაციას მწვანე ოთახის ალბომის შესახებ ინფორმატორის მომდევნო გამოშვებებში შეგატყობინებთ. არა დაჭკი თავის ქნება აუცილებელია. თანკა გოგოაძემ ახლახანს დაასრულა მუშაობა კლიპზე, მაგრამ დროს უქმად არ კარგავს. ის უკვე ახალ სიმღერას წერს. უფრო დაწვრილებით ამის შესახებ ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. მე გამოვყვები მან, კაია კი. მაინც შენთან მოვალ. ნაცნობ დროს ნაცნობ ადგილზე. ყველა სიმღერა, რასაც წერ, ახლა იწერება ახალი ალბომისთვის. რომელიც ჯერ არ ვიცი როდის გამოვა, ალბათ შემოდგომაზე უფრო. გავიდა მოვალ და გეტყვი, ყველაფერს ვიწყებ თავიდან, მარტო ყოფნა არ მინდა. დღეს მიმდინარეობს მაია კატკატიშვილის სიმღერაზე მუშაობა, ტექსტი ეკუთვნის ირინა სანიკიძეს, ხოლო არანჟირება კოტინო ნიკოლს და სტუდია მაესტროში იწერება ეს სიმღერა. აღლებს რო იღებ ცოტა უკან გაწი. ხო, იმიტომ ის კაჟენია მონ, ხო. მე უფრო გაწი. ნაცნობ ადგილზე ერთმანეთს შევხვდებით ნაცნობ დროს. სიმღერას ჯერ სახელი არ აქვს და ამ სიმღერის პრემიერა იქნება ჩემს დაბადების დღეზე 25 თებერვალს და ამავე დღეს იქნება ჩემი და ჯგუფის ისინისთან ერთად დუეტის კლიპის პრეზენტაციაც. ყველაფერს ვიწყებ თავიდან, მარტო ყოფნა არ მინდა. გალერეა უნივერსმა ახალგაზრდა თვითნასწავლ მხატვარს ნიკას ახამბერიძეს უმასპინძლა. მის შემოქმედებას ჩვენი სიუჟეტიდან ნახავთ.
ეს არის მეოთხე პერსონალური გამოფენა თბილისში და ძირითადად ბოლო 3 წლის ნამუშევრებია წარმოდგენილი ამ გალერეაში. ყველა არის ტილო და ზეთი, სხვა მასალა საერთოდ არ არის გარეული და ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის მხატვრობა. ყოველდღიური ცხოვრებაა ჩემი. როგორც ინფორმატორის წინა გამოშვებაში გითხარით, ჯგუფი მწვანე ოთახის სტუდია ქართულ ჩანაწერებში ახალ ალბომზე მუშაობს. ჩვენ სწორედ იქ ვესტუმრეთ მათ და გავესაუბრეთ ჯგუფის პროდიუსერს გიორგი ასანიშვილს. მწვანე ოთახის ახალი ალბომი გამოდის, რომელსაც ქვია Shutdown-ი, ალბომი იწერებოდა ქართულ ჩანაწერებში. ჩვენ ვართ ამ ალბომის პროდიუსერები, ხმის რეჟისორი არის ბექა ჯაფარიძე. ყდის ავტორი, დიზაინერი არის ნატო შუშანია. სიმღერები ეკუთვნის მწვანე ოთახს. ეს არის ყველა ახალი სიმღერა აბსოლუტურად, ხალხმა შეიძლება იცის ერთი სიმღერა, ორი სიმღერა ამ ალბომიდან, ეს არის უცნობთან ერთად ერთი სიმღერა, რაც გვაქვს, ესეც ამ ალბომშია შესული და სიმღერა ყვითელი მდინარე, რომელიც ფორტუნაში გადის უკვე 2 კვირა. კიდევ ერთი დუეტი ამ ალბომში, მწვანე ოთახი და ნესტან ბაგრატიონ დავითაშვილის საკმაოდ საინტერესო სიმღერა გამოვიდა და დიდი მადლობა გვინდა უთხრათ ყველას, ვინც დაგვეხმარა ამ ალბომის გამოშვებაში, ვინც მორალურად დაგვიდგა გაგვერძე. სიდის აბლოშკა. წაიკითხავენ მაინც. ეს არის გარე მხარე. 2003. Male, tanem shuki agua fresca como libre podenas. ქართულ ჩანაწერებში დრამერი გია სალაღიშვილიც ვიხილეთ, რომელიც ახალ პროექტზე მუშაობს. ამ კომპოზიციის შესრულების იდეა მას დიდი ხანია ჰქონდა, მაგრამ განხორციელება ახლახანს გადაწყვიტა. ჩვენ ჩაწერის პირველივე დღეს დავესწარით. ჩემსას მაუს უნდა დაემატოს კონტრაბასი, ვიბრაფონი, DJ ცალკე და ეგეთი ნაზავია მუსიკალური, სხვა სტილების და სხვა მიმართულებები ერთად აღებული რაღაც უფრო სასიყვაო რითმებში არის გაერთიანებული, უფრო მოძრავია. AC ჯეზის მუსიკას ვაკეთებ, მაგრამ ისე ევროპული სიცივის დამახასიათებელი არა, უფრო ცხელია რა, ეთყობა ჩანაწერს ეს ხო. გარი რამდენიმე ნაწარმოები გვაქვს, სადაც ქართული ელემენტებიც აქვს გამოყენებული, ქართული ფოლკლორი და აღწერები და ნახოთ რა გამოგვივა. ეგრეთ მოვჩეს რა.